გადავალთ ჟურნალისტ ირაკლი ტაბლიაშვილთან, რომელიც ჩაგვერთვება. ირაკლი, დიდი მადლობა რომ ხარ ჩვენთან ერთად. შენთან უფრო რუსეთის ოკუპაციის მიმართულებით მინდა ვისაუბრო. თუმცა თავიდან მითხარით, როგორ შეაფასებ, ვთქვათ, იმ ქუჩის გამოკითხვას, რომელიც ჩვენ ვაჩვენებთ ცოტა ხნის წინ. მე სიმართლე გითხრათ, ცუდად ვხედავ პროცენტებს, რომლებიც თქვენს ეკრანზეა, ჩემ წინ არის ეკრანი, მაგრამ რამდენადაც მე ვხედი 87, რომელიც წავა ოკუპაციის გასაპროტესტებლად და მხოლოდ 12%-ია. არ არის კვალიფიციური ან საერთოდ არ არის სოციოლოგიური გამოკვლევა, მაგრამ თითქოს 4000-მდე ადამიანმა დარეკა, რაც საკმაოდ დიდი რიცხვია. ის რომ მოქალაქეების მნიშვნელოვანი ნაწილი 87%, 90%-მდე სწორედ ოკუპაციას აპროტესტებს, ეს არის კარგი და მხოლოდ 10%-ს თუ 12%-ს მიაჩნია, რომ უნდა წავიდეს არა ქართველთა მარშზე, თუ ბატონ ბრეგაძეს აქვს და მას ნამდვილად აქვს კონსტიტუციური უფლება გააპროტესტოს ნებისმიერი რამე, აღმაშენებლის გამზირიდან თამარ მეფის ხიდამდე იაროს, როგორც ჩემ ერთ მეგობარს უყვარს ხოლმე თქმა ზეითქვეით, ესე და მერე შეუძლია ახდეს და მერე დახტეს ამ საკითხთან დაკავშირებით, ისევე ჩვეულებრივ სხვა მოქალაქეებსაც გვაქვს ბუნებრივია ბრეგაძის ქმედებების შეფასების უფლება. აი ამ შეფასებით მე მიშამ თქვა, რომ ამას სხვა რამე უნდა დაერქვასო, მეც ვეთანხმები, ზუსტი ამას უნდა დაერქვას გრუზინთა ან გრუზინული მარში, პირდაპირ გეტყვი, არა ქართველთა მარში, იმიტომ რომ ესე მისაკუთრება ამ სახელწოდებისა, ან ქართული ეთნოსის, ან ქართველი ერის სახელით საუბარი, რასაკვირველი არც ერთ ჯგუფს არ აქვს და მე არ აქვს ამის უფლება და არ აქვს განსაკუთრებით ქსენოფობიით, სიძულვილის ენით გამორჩეულ ადამიანებს ამ სახელის მისაკუთრების უფლება. ეხლა რატო ვლაპარაკობ ამას ყველაფერთან ერთად? ჩვენ ყველაფერი უნდა განვიხილოთ კონტექსტუალურ კავშირში. დღეს რეალურად კონტექსტი და კონტექსტი. დღეს რეალურად საქართველოს ისევე როგორც ბოლო რამდენიმე ათეული წელია დგას ძალიან სერიოზული პრობლემის წინაშე და ახალი ოკუპაციის შედეგად, ოკუპაციის ხაზის ახალი გადმოწევის შედეგად ეს პრობლემა უფრო თვალსაჩინო გახდა, იმიტომ რომ ეს პრობლემა არის ის, რაც მოხდა ეხლა, ანუ საზღვრის კიდევ ერთხელ ადმინისტრაციული საზღვრის კიდევ ერთხელ გადმოწევა და რუსეთი ამით გვითვლის ჩვენ, რომ ის რუსეთი არ აპირებს შეგუებას იმასთან, რომ თუნდაც ნელი ტემპით ჩვენ ვიაროთ, ან დეკლარირებულად ჩვენ ვიაროთ დასავლეთისკენ. ამიტომ რუსეთი პრინციპში გვეუბნება ესეთ რამეს, რომ მე გადმოვკვეთავ, მე 500-ოდე მეტრი დამრჩა იმისთვის, რომ გადაგჩეხოთ შუა წელში, შუა გზაზე, გორთან, როგორც გადაგჩეხეთ 2008 წელს და ამ დროს და ეს კონტექსტუალურ კავშირშია, ადამიანთა გარკვეული ნაწილი, მცირე ჯგუფი, თუნდაც დიდი ჯგუფი, კონსტიტუციურ საკუთარ უფლებას და ვერ დაუშლი, რასაკვირველია, გამოდის და აპროტესტებს იმას, რაც გასაპროტესტებელი, რომელსაც ამას ნოყიერი ნიადაგი რეალურად არ აქვს. იმიტომ რომ თუ ვინმე კრიმინალს ჩაიდენს დამოუკიდებლად მისი ეროვნებისა, არაბი, ჩინელი, ქართველი, სომეხი, ამერიკელი, ფრანგი თუ იტალიელი, უკლებლივ ყველაა დასაჯელი იმ კანონმდებლობის მიხედვით, რომელიც საქართველოში მოქმედებს. ეს კანონმდებლობა შეიძლება გაამკაცრო და შეიძლება შეარბილო, მაგრამ ადრესატი ამ შემთხვევაში უნდა იყოს საქართველოს ხელისუფლება და არა ის რაღაც მეწარმეები თუ ბიზნესმენები, რომლებიც არიან ამ შემთხვევაში აღმაშენებლის გამზირზე. და კიდევ ერთი, ვინ არის დაზღვეული, რომ აი ამ მომიტინგეთა გულწრფელ მომიტინგეთა ჯგუფში არ იქნებიან ადამიანები, რომლებიც ფიზიკურ აგრესიაზეც გადავლენ ამ ხსენებული არაბების თუ რაღაც იმ წარმომადგენლების მიმართ, არ მინდა ხა ეროვნება გამოყო, ვინც ვაჭრობს თუ ვისაც გარკვეული ბიზნესი აქვს აღმაშენებლის გამზირზე. ჩვენ უნდა გვახსოვდეს ერთი რამე, რომ რუსეთი რა მოხდა ირაკლი, მაშინ რა ხდება? ბათუმის მოვლენებიდან გამომდინარე ხელისუფლების იმედი მე გულწრფელად გეტყვით არა მაქვს. არა მაქვს იმის გათვალისწინებითაც, რომ აქამდე ხელისუფლების არც ერთ წარმომადგენელს არ გაუკეთებია განცხადება, რომ დაახლოებით ამგვარი ყველაფერზე აკეთებენ განცხადებას და აი ამაზე კი რატომღაც არაფერი უთქვამთ, რომ ხალხო არ შეიძლება ესე ეროვნების მიხედვით ადამიანების დევნა. აი სანდრო ბრეგაძეს თქვენთან ეთერში წამოწდა თუ შეგნებულად თქვა, რომ საქართველოს უნდა იყოს ქართველებისთვის. რასაკვირველია, ეს არის ძალიან ცდარი ლოზუნგი და ეს არის პრორუსული ლოზუნგი. მე არ ვიცი ბატონი ბრეგაძე იბრძოდა თუ არა 90-იან წლებში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის, მასზე გაცილებით ღირსეული ადამიანები იბრძოდნენ თუ გულწრფელები ვიქნებით და ასევე იბრძოდნენ ადამიანები, რომლებიც მერე და მერე აღმოჩნდნენ, რომ რუსეთის ინტერესებს ისინიც იბრძოდნენ.
რუსეთის ინტერესებს კარგად ემსახურებოდნენ თუ მის დაკვეთას კარგად ასრულებდნენ, მაგრამ მნიშვნელოვანი რა არის? მნიშვნელოვანი არის ის, რომ რუსეთს სურს წარმოაჩინოს საქართველო ამგვარ ქვეყანად, რომ ამ ქვეყანაში არის ქსენოფობია, ამ ქვეყანაში არის ჰომოფობია, ამ ქვეყანაში გსდევნიან ადამიანებს, სხვადასხვა უმცირესობების წარმომადგენლებს და ეს ქვეყანა უკაცრავად ეხლა დავამთავრო ეს განადება და ეს ქვეყანა შესაბამისად აღარ უნდა იყოს საინტერესო ევროპისათვის, ევროატლანტიკური სივრცისათვის. ამ ქვეყანას თქვენ ევროპელებო, აი ეს ძლიერი თუ ნახევრად ძლიერი რუსეთი დაახლოებით ეუნება შემდეგს ამ ქვეყნის თაობაზე, რომ თქვენ რომ მიეცით საქართველოს ასოცირების ხელშეკრულება, ან უვიზო რეჟიმი, ან გარკვეული პროგრესია ამ ქვეყანას ნატოსთან მიმართებაში, აი ნახეთ რა მდგომარეობაა ამ ქვეყანაში არიან ადამიანები, რომლებიც სხვა ეროვნების ადამიანებს სდევნიან ანუ არადემოკრატიულ, ანუ არაევროპულ, ანუ არაცივილიზებული ქმედებით არიან გამორჩეულები. აი ეს არის აქ პრობლემა, თორე ბრეგაძე კიდევ ერთხელ გავიმეორებ, აღმაშენებლის გამზირიდან თამარ მეფის გამზირამდე თუ ხიდამდე, თუ უნდა 100 კინკილით უვლია და თუ უნდა რაც უნდა ის გაუკეთებია, როგორც არაერთ ქართულ მაგალითად ქართულ მხატვრულ ფილმშია. კი ბატონო, ერთი რამ მინდა კითხო, ანუ რო შევაჯამოთ ძალიან მოკლედ უხეში და რბილი ძალის ერთობლივი იბრძვის რუსეთის საქართველოს წინააღმდეგ. ნუ ამაზე ჰიბრიდულ ომზე მე აღარაფერს აღარ ვიტყვი, მაგრამ არა ვიტყვი ერთ რამეს. ჯერ კიდე მე-20 საუკუნის დასაწყისში არ მინდა შემეშალოს, მაგრამ თუ არ ვცდები 30-იან წლებში გარდაიცვალა ერთ-ერთი იდეოლოგი რუსული დღევანდელი შოვინიზმისა ან რევანშისტული პოლიტიკისა და ვარქვათ ესე უკვე თანამედროვე გაგებით, ეს არის ტრუბეცკოი. ტრუბეცკოი წერდა შემდეგ რამეს და ამ ფორმულაში თუ ჩავსვათ ყველაფერს, ადვილი გასაშიფრია ბრეგაძეც, რომელიც მე თუ მკითხავ შეგნებულად აკეთებს. და ეს ფორმულა არის შემდეგი, რომ ჩვენ ანუ რუსებმა, ანუ მათ უნდა გააღვივონ ქართული ნაციონალიზმი, რომელიც დაფუძნებული იქნება ევრაზიულ პარადიგმაზე და ამ ფორმულის თანახმად საქართველოში უნდა გაღვივდეს შოვინიზმი, რაც იქნება ყველაზე სერიოზული რუსული პროექტი. აი ეს არის, ამაში ჩავსვათ მოქალაქეებო, ვინც გულწრფელად აპირებთ გასვლას ეხლა აღმაშენებლის გამზირზე და რაღაც აღშფოთებული ხართ სხვადასხვა ობიექტური ან თქვენი აზრით ობიექტური მიზეზის გამო და მე მიხვდებით რომ ეს რეალურად არის რუსული პროექტი, რაც არ უნდა ებრძოლა ბატონ ბრეგაძეს 80-იანი 90-იანი წლების დასაწყისში აფხაზეთში, რაშიც მე პირადად. კი ბატონო, და მოკლედ ირაკლი, მაგრამ ამაზე ძალიან მაინტერესებს შენი აზრი. ფაქტობრივად მართლა საშიშროების წინაშე ვდგევართ, რომ ეს ცენტრალური მაგისტრალი შეიძლება ერთგვარ ჩაიკეტოს. არ უნდა ეხლა ამას ძალიან დიდი არ ჩერდება, არ ასრულებს ამ ოკუპაციის პროგრამას. მე ეხლა თქვენ გითხოთ ეხლა, მე გეტყვით რა არ უნდა გააკეთოს. ბატონმა სუბარმა, მე რო ვიცოდე რა უნდა გააკეთოს ხელისუფლებამ, სულ მინიმუმ რამდენიმე წლის წინ ვცდიდი მაინც რომ მოვსულიყავი ხელისუფლებაში. ეს ცდილობას არ მქონია. არა ვარ მე ხელისუფლებაში, რა არ უნდა გააკეთოს. ბატონმა სუბარმა რამდენიმე ხნის წინ განაცხადა მინისტრია, რომ 2008 წელს დასრულდა ოკუპაცია. როგორც ჩანს ბატონ სუბარს ან ინფორმაციას არ აწვდიან ამასთან დაკავშირებით რომ გრძელდება ოკუპაცია, ან აწვდიან და შეგნებულად თავს არიდებს ამ ყველაფერს. ხელისუფლებამ საერთაშორისო ასპარეზზე და ამას პრინციპში ახალს არაფერს ვამბობ ეხლა მე, საერთაშორისო ასპარეზზე უნდა გააქტიუროს ქმედებები და გააქტიუროს სწორედ ნეგატიურ და არა პოზიტიურ ჭრილში. წარმოაჩინოს საქართველო არა მხოლოდ ტურისტებისთვის მიმზიდველ ქვეყანად, არამედ წარმოაჩინოს საქართველო იმ პრობლემის იმ კუთხით, რომ ქვეყანაში არის პრობლემა, ქვეყანაში არის ოკუპაციის პრობლემა, ვაშინგტონ პოსტში, კალტნოეკა, ან ნიუ-იორკ ტაიმსში, ან გარდიანში ეკონომისტი სულ ერთი ახლა რომელ უცხოურ და დასავლურ გაზეთს დავასახელებ. როდის წაიკითხეთ ბოლოს სტატია, მაგალითად რედაქციო წერილი, ეგრეთ წოდებული ედიტორიალი იმის თაობაზე, რომ საქართველოში გრძელდება ოკუპაცია. საქართველოს ხელისუფლება არაფერს არ აკეთებს და კიდევ ერთი საკითხი. არ არსებობს საგარეო პოლიტიკის წარმატება საშინაო პოლიტიკისაგან დამოუკიდებლად. იმ პირობებში, როდესაც არჩეული პრეზიდენტი აღარ გვეყოლება ჩვენ ახალი კონსტიტუციის თანახმად, იმ პირობებში, როცა აღარ იარსებებს უშიშროების საბჭო და კონსტიტუციის 10 პრობლემას მაინც ჩამოვთვლი ახლა, ჩვენთან ხდება დეინსტიტუციონალიზაცია. დეინსტიტუციონალიზაცია მოწყვლადი ესეთი NGO-შნიკური ტერმინია, ძალიან არ მიყვარს. უფრო კარგი ქართული სიტყვა იქნება მოიღლიავება, ძალიან იოლი იქნება რუსეთის ჩვენთვის, რუსეთის მხრიდან ჩვენი. და ეს არის ძალიან სერიოზული პრობლემა. ძალიან დიდი მადლობა, მართლა ძალიან საინტერესო საუბრისთვის.